ჩვენ დავბრუნდით ეთერში დეკანოს გიორგი მამალაძის დაკითხვა ჯერ არ დასრულებულა პროცესი დილის 11 საათიდან მიმდინარეობს მატროსოვის ციხეში შესულები არიან პროკურატურის წარმომადგენლები ასევე დაკავებულის ადვოკატები შესვენების დროს ჩვენ ადვოკატის მხრიდან გავიგეთ რომ დაკავებულმა რამდენიმე გვარი დაასახელა არ დაკონკრეტებულა ეს გვარები ასევე ითქვა ისიც რომ ადვოკატის აზრით საქმის ბრალი მთლიანად უნდა შეიცვალოს ამ ჩვენებაზე დაყნობით პროკურატურა კი პარალელურად აცხადებს რომ პროცესში არავისი დამატებით დაკავება არ არის გამორიცხული. ჩვენ ველოდებით დასრულებას პროცესის იმისთვის რომ უფრო მეტი ინფორმაცია შემოგთავაზოთ, მანამდე ჩვენ სტუდიაში ყავს გიორგი ანდრიაძე, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურო საბჭოს წევრი. მადლობა მას გადაცემაში მონაწილეობისთვის. მშვიდობისა ბატონო გიორგი. მშვიდობისა ნინა, უღოთ დავუძდო თავმჯდომარე. ბოდიში. არა, თქვენი ბრალი არის. კი ბატონო, თავმჯდომარე ჩავინიშნავ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურო საბჭოსი. მოდით ასე დავიწყოთ, როგორ ფიქრობთ თქვენ დაკითხვა რა შეიძლება შეცვალოს ამ საქმეში? ფიქრობთ და ელით თუ არა რომ რაიმე არსობრივად შეიცვლება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მე რაც განცხადებებს ვაკეთებ, ეს ეხება ხოლმე მეორე საკითხს, იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ეკლესიის გარშემო და საუბრობენში და დაპირისპირებებზე, რაღაც პრობლემებზე, ამაზე გავაკეთე კომენტარი და გამოძიების საკითხებს, რაც ეხება, ამაზე სისტემატურად ვიმეორებ ჩემი როგორც იურისტის პოზიციას, სანამ არ დაიდება ფაქტები, არ დადასტურდება და მით უმეტეს ბრალდების მხარე ბატონი ადვოკატები დეკანოზი მამალაძისა არ დაადასტურებენ ამა თუ იმ ჩვენებას, მანამდე რაიმე სახის კომენტარის გაკეთება ზედმეტია. იმასაც არაერთხელ ვადასტურებ ხოლმე მე, რომ თვითონ ეს სასულიერო პირი და სხვაებიც, ვინც აი ამ კამპანიის შემოქმედნი არიან, ალბათ არიან გაარეწალების, ზეწოლის ან წნეხის ქვეშ. საღადმოაზროვნე ადამიანმა შეუძლებელია ასეთი ბრჭყალებში საჩუქარი მოუწყოს საქართველოს ეკლესიას, ქართულ საზოგადოებას და ჩვენს პატრიარქს, რომელსაც 40 წელი უსრულდება წელს და სახელმწიფო კომისია ამისთვის შექმნილი. ბატონო გიორგი, ან თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პროცესი ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, არ უნდა ხდებოდეს რაღაცნაირად ამ პროცესის კომენტირება სასულიერო პირების მხრიდან? თემა უნდა დაიხუროს, რაღაცა ასეთი დროულად უნდა ყოფილიყო გამოძიებული და აი ამდენი ჭიქაში ქარიშხალი ამ თემიდან არ უნდა შექმნილიყო. ამას მეორე პროცესიც დაერთო თან და ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს სახელშელახული 1000 ჭორებში გახვეული საქართველოს ეკლესია, რომელსაც სახელმწიფოებრივი ფუნქცია აქვს, რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო სტაბილურობის გარანტი და ხალხს, რომელსაც ბევრი იმედგაცრუება ჰქონდა ერთი მთავრობიდან, მეორე მთავრობიდან და 1000 პრობლემა ჰქონდა რაღაცა ადგილი, ნავთსაყუდელი და აი ეს რაღაც ნავთსაყუდების სტაბილურობის ინსტიტუტიც კი ასეთ ჭორებში გაუხვიეს. მარტო დეკანოს მამალაძის საქმეს ეს არ ეხება. ეს სამწუხაროდ შეეხო ყველაფერს. აი რასაც თქვენ ისმენთ, ყველაფრის ჩამოთვლა ძნელიც არის და ასე რომ შეუძლებელია იცით ნებისმიერი პიროვნება ხა ვისაც მარტო ტელევიზორში გამოჩენა არ უნდა რომ კომენტარი გააკეთოს დეკანოს მამალაძის საქმეს. შეუძლებელია, ფაქტი არ არის დადგენილი. ერთადერთი რასაც აკეთებს მეუფე პეტრე გუშინაც გვამცნო, რომ თურმე ციანიდი შეუძენია დეკანოს მამალაძეს რაღაც საოქრო მჭედლო საქმიანობისათვის, მაგრამ თავი და ბოლო ამ ჩვენებას აკლია. იმედია დღეს მაინც დასრულდება ეს რაღაცა ისტერი ამ მითიური საქმის გარშემო. მეუფე პეტრე ახსენეთ ახლა და რაკიღა თქვენ მოგიხსენიათ მან გუშინ რამდენჯერმე და თქვა ის რომ თქვენ გამორჩენის მიზნით ხართ ახლოს საპატრიარქოსთან, მინდა რომ მოგცეთ შესაძლებლობა რომ მას თქვათ გამოეხმაუროთ როგორ აღიქვამთ თქვენ, აი რატომ არის თქვათ თქვენი გვარი ამ საქმეში ასეთი დოზით ჩართული, რატომ აღმოჩნდა რომ მეუფე პეტრეც ავას თქვათ დარტყმის ობიექტი აღმოჩნდით თქვენ? რამოდენიმე კვირის განმავლობაში აღნიშნული პიროვნება ეწეოდა შიდა სამზარეულო ჩხრეკვას, როგორც თქვენთვის კარგად ცნობილია. იყო იქ ოქროს თევზების საკითხი და პატრიარქის მდივან რეფერენტის რაღაც გამითიური პერსონება რომ მართავს ყველაფერს, მათ შორის მთავრობა შეყავს შეცდომაში და ასე შემდეგ და ამის გარშემო უფრო დიდი აურზაური ატყდა და უფრო დიდი ზიანი მიადგა ეკლესიას ვიდრე დეკანოს მამალაძის საქმიდან გამომდინარე და ეს ყველაფერი ასე თუ ისე რომ მიდიოდა ბოლოში, ვინც გონიერდა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ჩაუღრმავდებოდა, მივდიოდით პირადად პატრიარქის სახელის დისკრედიტაციამდე, ვინაიდან ეს პიროვნებები, პატრიარქის მდივანი, სასულიერო აკადემიის რექტორი, ქორეპისკოპოსი, მდივან რეფერენტი, ყველანი იყვნენ ჩვენი პატრიარქის უახლოესი გარემოცვა და ათეული წლების განმავლობაში მის გვერდში მყოფი პირები და აი ეს პოზიცია დაუფიქსირე მხოლოდ საზოგადოებას. ესეც რატომ გავაკეთე? როდესაც ყავს დეკანოს
მეუფე პეტრეს თავისი გარემოცვა სოციალურ ქსელებში სისტემატიურად წერდნენ ჩემს შესახებ შეურაცხყოფილ და სხვადასხვა ტიპის გამოხდომებს. მე ძალიან დიდი ხანია ამ თემებიდან დისტანცირებული ვარ და სხვადასხვა პირის და მათ შორის ამ მეუფის მოღვაწეობაზე იცით რომ ხმა არ მომიღია და ეხლაც არ ვიღებ. ხოლმე და მხოლოდ თავს ვიმართლებ ცილისწაიმული გამოხდომების გამო მისი მხრიდან და ასევე იმ არასწორი ქმედების გამო რომელიც სახეზე გვაქვს და საქართველოს ეკლესიის მრევლის და საზოგადოების მღელვარებას იწვევს. აი ბატონო გიორგი, თუმცა დღეს თქვენ თქვით რომ დავიწყოთ თუნდაც ამბანის მიხედვით და შევამოწმოთ ყველა ეპარქია და ჭყონდიდის ეპარქიაც იქ ძალიან დიდი ფუფუნებას უფევს. ნუ გამოდის რომ მაინც ეხმიანებით თქვენ მორწმუნე ბრძანდებით სავარაუდოდ და მაღალი იერარქის ვთქვათ კონკრეტულ თუნდაც ბრალდებას თქვენი მისამართით საჯაროდ. მე ვუპასუხე და კიდე დავუკონკრეტებ, იმიტომ რომ ეს ინიციატივა მათგან წამოვიდა, მეუფე პეტრემ გაახმოურა, მე მეუფეზეონმაც დაეთანხმა რომ შეიძლება აუდიტი შევიდეს საპატრიარქოში. მე დღესაც ვიძახი მიუხედავად ამ დაპირისპირებისა, რომელიც მისი მხრიდან დაიწყო, წლების წინ და ეხლაც მეუფე პეტრესგან დაიწყო ეს დაპირისპირება. დღესაც ვიძახი რომ ყველაფერი ფინანსურად ჩემის აზრით და ღრმარწმენით ეკლესიაში და მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაშიც სწორად არის გაკეთებული და იქ არანაირ ფინანსურ დარღვევებს ადგილი არ აქვს. უბრალოდ ზედმეტი ფოფუნება აქვს სხვებთან შედარებით, ვინაიდან წინა ხელისუფლების დიდი ფავორიტი ფიგურა იყო და კონკრეტულ მისიას ასრულებდა. ფოფუნება არის სხვა ეპარქიებშიც, სხვა ეპარქიებში, ჭყონდიდის ეპარქიაში გაქვთ თქვენ. სხვა ეპარქიებში ნაკლებად, იმიტომ რომ ყველაზე საყვარელი ეპისკოპოსი ეს ცნობილიც იყო. ყველა ვიცით ახლა 8 წელმა ჩვენს თვალწინ გაიარა თავის ყველა პერიპეტიებით და მე ამ რაღაც კოჰაბიტაციით ჩაფარცხეს, მაგრამ შედეგი ხომ შედეგად დარჩა. აი ბატონო გიორგი, მხილება რაღაც ამ გზას დაადგა მეუფე პეტრე, მე არ მინდა რომ ის გარეშე გამოგვივიდეს რომ ჩვენ ახლა მეც არ მინდა, მე არ საუბრობდი. თუმცა ბუნებრივია ეს ეთერი ღია ამისთვის, უბრალოდ მინდა რომ არსში გავერკვეთ. თქვენ რატომ მიგაჩნიათ რომ მხილება ამ პროცესში არის არასწორი? ის ამბობს რომ ძალიან ბევრი რამ ხდებოდა და ახლა რა კი ეს ყველაფერი საჯარო სივრცეში გამოდის, მან თავალდებულად ჩათვალა რომ უფრო მეტი თქვათ იმ კონკრეტულ გავლენებზე, რის მიხედვითაც იმართებოდა საპატრიარქოს ვთქვათ მთელი სისტემა და ვთქვათ იყო გავლენებიც მღვდელმთავრებზე. აი რატომ არ უნდა გააკეთოს მან ეს შეგიძლიათ მითხრათ? ჯერ ერთი არსებობს საყოველთაოდ აღერუფორმა თქვენ, აი პირადად თქვენ და ნებისმიერი ადამიანი საკუთარი ოჯახის საქმეებს გაიტან და სადარბაზოს წინ გაარჩევთ. შეიძლება მამაკაციან ოჯახის წევრი ჩავიდე და ეზოდან ეთქლებოდეს. ჩემი ოჯახი შეიძლება არ არის საჯარო. არა, ჩემი ოჯახიც ვამბობთ. მე მარტო თქვენზე კი არ გეუბნები. არა, ჩვენი ოჯახები საჯარო ინტერესის საგანი არ არის. საუბარია საპატრიარქოზე, საქართველოს ეკლესიაზე, სამოციქულო ეკლესიაზე, რომელსაც აქვს დაფინანსება ბიუჯეტიდან და რომელიც არის გაცილებით მაღალი საჯარო ინტერესის და ყურადღების ქვეშ, ვიდრე თქვა თან ჩემი ოჯახი ან თქვენი ოჯახი. თუმცა ვიღაცებს შეიძლება ეს წაინტერესებს. კი ბატონო, მე აგიხსნით რომ სულ სხვა სფერო ჩვენთან ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ამიტომ ვერ ვეტევი ამ დროში და მე აგიხსნით ეს პირდაპირ თეოლოგიური განსაზღვრებაა პირდაპირ. ოჯახს ეწოდება მცირე ეკლესია. ეს იცის ყველა მართლმადიდებლ ქრისტიანმა და ამისკენ მივდიოდი მე რომ მეთქვა რომ ჩვენი ოჯახი ესაა მცირე ეკლესია. შესაბამისად ეკლესია ეს არის დიდი ოჯახი. და როდესაც სინოდი იკრიბება და რაღაც საკითხებს, საჭიროებო საკითხებს წყვეტენ და იქ ვერ თანხმდებიან, არ შეიძლება ოჯახის წევრი გავიდეს გარეთ და გარედან დაიწყოს ამის გარკვევა. აი ამას გეუბნებით, ეს არის საეკლესიო კანონიკა, ამაზე დამეთანხმება ყველა და განა მარტო მართლმადიდებლური კანონიკა არის. იგივე კათოლიკურ სამყაროშიც იგივე პრინციპია და მე თქვენ იმიტომ მოგიტანეთ ოჯახის შედარება, რომ ეს ასე არის. თუ ქვეყანა ინგრევა და დიდი პრობლემაა თქვა ეკლესიაში, რომელიც ოჯახს გავს. ეს ეხება მხოლოდ დოგმატურ საკითხს. ანუ ისეთ სწავლებით საკითხს, რომელიც ანგრევს ეკლესიას. ამის გამო იყო ისტორიაში დაპირისპირებები, მაგრამ რას ვიხილავთ ჩვენ? რა საკითხი დააყენა მეუფე პეტრემ? რამე მწვალებლობის საკითხი დააყენა, დოგმატური საკითხი დააყენა თუ რა? დადგა საკითხი ადმინისტრაციული, იყოს თუ არა დივა რეფერენტი ესა თუ ის პიროვნება, ან აკადემიის რექტორი იყოს ესა თუ ისა და ვინ არის ოქროს თევზი. აი საკითხები დააყენა. აი საკითხები სოფლიოში რომ სავარაუდოდ ფიქრობს კიდეც რომ ეს ნებისმიერ ამ შემთხვევაში კანონიკურ საკითხზე უფრო მაღლაც დგას ვინაიდან ეს აზიანებს სამოციქულო ეკლესიას შეიძლება უფრო უარესი იყოს შეიძლება ასე ფიქრობს რა ის აქ არ არის ლოგიკით მიყვებით კარგი პოპონირება გაგიწიოთ კი ჩვენიერია ვიღაცა მაინც დამელაპარაკოს იმიტომ რომ არ მოდიან არავის სასაუბრო და მარტო იქიდან რთავენ ხოლმე რა ქვია თითქოს მე ძალიან კორექტულად ვსაუბრობ ზოგიერთებისგან განსხვავებით თელმა საზოგადოება მიხილა ოპონირებას მიწევთ თქვათ ასია რასაც ბრძანებს მეუფე პეტრე რა ლოგიკურ კითხვამდე მივდივართ ვისი ბრალია?
გამიწიეთ ნინ ოპონირება, ვისი ბრალია? სად ასეთ ოპონენტად ვერ გამოგადგენთ, რომ მე დავასახელო დამნაშავე ან ბრალეული. არა, ძალიან მარტივი პასუხი არის. სად ასეთ ოპონენტად კი არა, იმიტომ ვერ გამოდიან. მე ამან ხელოვნება კი არა მაქვს საუბრის და პოლემიკის. უბრალოდ სიმართლის პოზიციაზე ვდგევარ და იმიტომ ვერ გამოდიან. თქვენ მოერიდეთ მიდის პირდაპირ შეტევა ამ თქვენ მოერიდეთ ამ პასუხს და ლოგიკა თქვა ქმედებებით მიდის პირდაპირ პატრიარქზე შეტევა ასეთია ხო კონტექსტი მოცემული კონტექსტი კი არა იმიტომ კითხეთ რა მე მაგას ვიძახი მე გაზეთში იყო დღეს მეუფე დიმიტრის ინტერვიუ ჯერ პირველად მისცა 3-4 დღის წინ გურიანიოს მეუფე დიმიტრი პატრიარქის უსაყვარლესმა ძმისშვილმა აკეთებს ის ადამიანს ამ აქცენტებს და ამბობს შეიძლება ასთა სხვადასხვაობა არის მაგრამ ეს არ არის ქვეყნის დანგრევა და დაქცევა მე იცით რამდენ პიროვნებასთან მაქვს იქ ასთა სხვადასხვაობა გინდა სადაც მე მუშაობ საპატრიარქოს უნივერსიტეტში გამოვიდე ახლა და ყველაფერი საჯაროდ ვილაპარაკო და ვის მოუტანს ეს დადებით შედეგს და რას ხედავთ ჩვენ მე კიდე ერთხელ ვამბობ რომ ყველა შემთხვევაში ადამიანურთაც ახლა მე რომ მესმის არა ჩვენ პატრიარქმა გვასწავლა შემწყნარებლობა აი ეს მიდგომა გვასწავლა ყოველთვის და იქნებ შვიდობისკენ წასვლა მე სადღაც გულის სიღრმეში თან აუგზნობ კიდე სამ პიროვნებებს იმიტომ რომ შეუძლებელია აი ესეთი აურზაური მოაწყო სასულიერო პირმა. ან იგივე დეკანოზი მამლაძე საერთოდ თუ არის ის დამნაშავე. მე არ ვიცი ის რას აღიარებს. ეხლა დამთავრდება და ბოლო-ბოლო გაირკვევა როგორც მეუფე პეტრემ თქვა გუშინ. თუ არ მომრავლდება კიდევ უფრო მეტად კითხვები ხო და ეს პიროვნებები ალბათ რაღაც ძალიან დიდი ზეწოლის მსხვერპლი არიან, თორე საღადმოაზროვნე ადამიანს ეხლა როგორ შეიძლება 40 წლის აღნიშნვა ყველნა ვიცით, უნდა გვეზეიმეს დიდი დღესასწაული 100 წლის თავია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის აღდგენის და რის გამო ხდება ეს ყველაფერი? ასეთი ქვეყნის დამაქცევარი არის შორენა თეთურაშვილი და თუ არის ესე იგი მარტო ეს პიროვნება ხედავს და მისი დამნიშნელი ვინც ის დანიშნა და ამდენი წელია გვერდში უდგას ის ვერ ხედავს. მე იცით რამდენი შენიშვნები მაქვს იქ მე ხა აი რა შენიშვნა გაქვს შეიძლება მითხრათ აი სწორედ ეს მინდოდა მეკითხა რომ აი ეს კრიზისი მოდით ასე დავარქოთ არის ხომ დამდგარია კრიზისი კრიზისი დააყენეს გარე ძალებმა კი ბატონო ის არის თქვა თქვენი აზრით რაღაცა ძალების მიერ შექმნილი მაგრამ ამას შეუწყო თუ არა ხელი თვითონ ეკლესიის შიგნით არსებულმა ჩვენთვის ამ დრომდე დაფარულმა პრობლემებმა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვინც ისტორია იცი ელემენტარული ისტორიის მოყვარულიც კი არის ეცოდინება რომ ყველა საზოგადოებაში მათ შორის ეკლესიებშიც იყო ასთა სხვადასხვაობა და თუ გნებავ დაარქვით დაპირისპირებაც მაგრამ მისგან არ ხდებოდა ასეთი ტრაგედიის და ისტერიის შექმნა რომელიც დღეს სახეზე გვაქვს ვინ ამბობს რომ ყველა შეიძლება ერთი იგივე აზრი ქონდეს და ყველას ერთმანეთს შეიძლება მოგწონდეს მაგრამ როდესაც ამ ინსტიტუციას ჩვენ ამ გამაერთიანებელი ინსტიტუციას სტაბილურობის ინსტიტუციას ეკლესიას ასე ვექცევით რეზიუმე ვინ შეიძლება გააკეთოს რა მივიღეს შედეგად რა იყო მიზანი და რა მივიღეთ შედეგად არაფერი მარტო ვაქხანალია საუბარი ნერვების წვეტა და საზოგადოების თითქმის თუნდაც ჩვენ გავიგოთ პირველ რიგში რა ხდებოდა იქ საიდან ეს საქმე დაიწყო დეაქციანის საქმე მაქვს უკვე ფედერალურ საქმე თავისი ძმა წავიდა ძალიან კარგი იქნებოდა ცოტა ადრე რომ დამთავრებულიყო. ბატონო გიორგი, აი ფინალში მინდა ვიკითხო მაინც მდივან რეფერენტის შესახებ, შორენა თეთრუაშვილის შესახებ, რომელთანაც ხართ, როგორც ვიცი, თქვენ კომუნიკაციაში, ხომ კონკრეტულ კომუნიკაციაში. ეს ადამიანი არის ძალიან საიდუმლოებებით მოცული, მით უმეტეს ახლა შეიქმნა მის ირგვლივ კიდევ დამატებითი რაღაცნაირი საბურველი, ის არ ჩანს მედიასთან. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა კარგი რომ ის თქვათ გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და თავისი უბრალოდ ნახოთ ვინ არის ქალბატონის შორენა. მაგალითად ამ ეთერში მას სიამოვნებით უმასპინძლებთ. თუ დამეხმარებოდით ამაში. ამთავრებენ ხოლმე მე ეთერს უცებ და მე როგორც მოგახსენეთ მიზანი არის არა მაშინ მინდა ჯერ საკითხი დავაყენო მაინც რამე დრო არ შემოგვაქცეს მე უკვე პერტეს ბრალდებებს ზუსტად ორი სიტყვით უპასუხო რომელიც გაისმა პირდაპირ ეთერში და მე მის მიმართ დღემდე არ მიხმარია და არც ვიხმარ თუ რამე საშინელება მოაწყო კიდე და სიჩნული არა თქვა არ ვიხმარ შეურაცხყოფილ სიტყვებს და მან იმედის ეთერში გუშინ ცილისწამების კორიანტელი დააყენა პირადად ჩემს მიმართ არაკორექტულადაც მომიხსენია და კიდე გამობრალა რაღაც საკვები პროდუქტების ვაჭრობა. რეაქციონის ეზოში ვაჭრობა საკვები პროდუქტებით ძნაწავი რომელშიც ახსენდა საიდან არის ზედაყველი ამ წინ და იმაში. ხართ ამ ბიზნესებში შეგიძლიათ ეს მითხრათ? ხო და მე გავაკეთე ეს განცხადება რომ მაშინ როცა ეს მაღაზიათა ქსელი იხსნებოდა მის უკან გაანან კონკრეტული პირები ვინც გახსნეს ვინც ამ საქმის სპეციალისტები არიან იმ დროს მე ვაკეთებდი საპატრიარქოს ტელევიზიას ჩვენს მეგობრებთან ერთად ჩვენი საკუთარი ხელებით. ეს საზოგადოებას თუ არ ახსოვს, კადრები გვაქვს და ამას ყველაფერს წარმოვიდგინეთ. 2006 წლის ბოლოა, 2007-2008 წლები. აი ამ საქმით ვიყავით დაკავებული და ამ რძესთან ყველთან და ასე შემდეგ არანაირი შეხება არც მანამდე მქონია, არც მას შემდეგ ამ. აბა საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია? არაფერი ეს უბრალოდ სრუბრალდებები, ისევე როგორც შეურაცხყოფილი სიტყვა ქურდი და მე ბევრჯერ ვთქვი რომ სადღაც ვიპარავდი, ჩემი სამუშო ადგილი იყო საპატრიარქო.
როგორც იცით, მას პროფესიული დაცვა ჰქონდა და პატრიარქის სეიფიდან ვიპარავდი ამას გულისხმობდა თუ ჯიბის ქურდი ვიყავი სადმე იმაზე ხო სადგურზე. ეს უნდა დაეკონკრეტებინა, როცა ეს კაცი ესე იძახის და იშურეს ხელებს, ხო? ამაზე პასუხი მოეთხოვება, ღვთის წინაშეც ხო მოეთხოვება და რო დააყენა ეს თემა, მე ვთქვი და განვაცხადე კიდევ ვიმეორებ. რო გამოდის და უპასუხისგებლად სიტყვებს ისვრის, ამაზე მე საკითხი დაყენებული მაქვს და კიდე დაუბრუნდები ხოლმე. ერთი წუთით რა, შეუძლიათ ჩაატარონ გამოძიება, მაგის მოსაყვარელი ტელევიკომპანიები არიან და დაადგინონ ფაქტი. თუ 1% იქნება სიმართლე, რაიმე შეხება მქონდა არ ზედა ყველთან, ამ პურთან, იმიტომ რომ კონკრეტული პირები არიან იმ მაღაზიის ხელმძღვანელები. მე დავტოვებ ყველა თანამდებობას და გავახარებ ამ პიროვნებას უწავალ ამ სისტემიდან, მაგრამ თუ ეს ცილის წამება აღმოჩნდება, ამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ან კიდე რჯულის კანონი გადავშალო და წავიკითხოთ რა წერია ცილის მწამებელ ეპისკოპოსზე, როგორ უნდა მოიქცეს. და კიდევ ერთი პატარა ნიუანსი. ის პიროვნება, ვინც ამ რძის და უკან იყო, ამ მაღაზიის უკან, თითქმის დათანხმდა კომენტარის მიცემაზე და თუ უნდა ჩვენ ჟურნალისტებს მოისმინონ, ვინ გახსნა, როგორ გახსნა და როგორ არის 0% ცხიმი. გასაგებია, ცოტა ეს არის ციანიდის თემიდან ახლა ზედაყველის თემაზე გადასვლა მედიისთვის, თუმცა მესმის რომ თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც მოგეცით შესაძლებლობა რომ დიახ გაგეცათ პასუხი. დიდი მადლობა რომ ეს პასუხი გავეცით და მე ვაგრძელებ უპასუხებ თქვენ შეკითხვებს. შორენა თეთრუაშვილი. მის მოწვევას ვცდილობ თქვენი საშუალებით ეთერში და ფიქრობ თუ არა რომ გახსნილობა მისი მხრიდან იქნებოდა უფრო სარგებლიანი თუნდაც პროცესისთვის. რაც მეტად არის ჩაკეტილი სივრცე, მით მეტი კითხვა ჩნდება და მით მეტი სხვა შორის მithმა მოთქმის და ჭორის საფუძველიც არსებობს. გასაგებია, მაგრამ ჩემი საშუალებით რატო ვცდილობ ჯერ ეს დააკონკრეტოთ საზოგადოების ფიქრობ რომ თქვენ გაქვთ მასთან ჩემზე უკეთესი კომუნიკაცია, მათ ასე ვიტყვი მხოლოდ. რატო თქვენს მე უფე პეტრეს იმაზე ხართ აზრზე? ჩვენ ძალიან აზრზე არა, აზრზე რა შუაშია ეს, ვიცი უბრალოდ რომ გაქვთ ურთიერთობა და კონტაქტი. ჩემი ინფორმაციით თუ ეს არ არის სწორი, არ არის. თქმა უნდა, არანაირად სწორი ინფორმაცია არის, ჩემი სამუშაო ადგილი არის მეცნიერებათა აკადემია რუსთაველის პროსპექტზე, ჩემი სამუშაო ადგილი არის საპატრიარქოს უნივერსიტეტი ვაკის ბოლოში და საპატრიარქოშიც მიხდება ხოლმე და მაგრამ თქვენ საპატრიარქოში ხართ ბოლო დღეები და მე დამჭირდება იმიტომ რომ კრიზისული სიტუაცია ეს კონტაქტი ჩვენზე უკეთესი გაქვთ. კარგი, ჩემი შალა ესე იგი. მაშინ ჩავთვალოთ რომ ამ ეთერს თუ ნახავს კაპიტანი შორენა ის შეიძლება თუ კი დაფიქრდება ოდესმე რომ თქვას რაიმე ძალიან დიდი სიამოვნებით ჩვენ მას დავუთმობთ ეთერს ეს მინდოდა მხოლოდ მე თქვა და ფინალში მაინც რომ დაუბრუნდეთ სიანიდის საქმეს თქვენ კი ამბობთ რომ ძალიან რთულია კომენტირება ვიდრე დასრულდება გამოძიება მაგრამ როგორ ფიქრობთ თქვენ შეიძლება რომ ეს გავიდეს იმ ფარგლებს მიღმა რასაც ქვია თქვათ მხოლოდ ერთი კონკრეტული მოძღვრის რაიმე კონკრეტული დაპირისპირება ვინმესთან ან რაიმე მოსაზრებები სხვადასხვა мотивაციით და შეეხოს მაღალი რანგის მღვდელმთავრებს ჩემის აზრით როგორც მოგახსენეთ მთელი ეს პროცესი რაც ატყდა არის თლიანად მართული, დაგეგმილი და მისი პირველადი შედეგების სამწუხაროდ სახეზეა. გარედან შიგნიდან? გარედან, ცალსახად გარედან და ეს მრავალწლიანი დაპირისპირების შედეგია. სხვადასხვა კუთხით სადეს დარტყმა, მაგრამ ყოველთვის მძიმეა შიგნიდან დარტყმა. ყოველთვის მძიმეა გამოსვლა და ირიბად პატრიარქზე ზეწოლა. გნებავთ ეხლა თქვენ რო შორენას ინტერვიუებას ითხოვთ, ხო? ესეც იგივე პატრიარქის თემა არის, იმიტომ ის მისი მდივანი რეფერენტი არის, რომელსაც შეიძლება ეს კომუნიკაცია არ ქონდა და არც იყო მისთვის საჭირო. ბევრი თქვილა ვერც საუბრობს ახლა ტელეეთერი და იმიტომაც არ მოდინა ალბათ ჩემთან სასაუბროთ ამ მეუფე პეტრეს გარემოცვა და ყველას არ შეუძლია ჟურნალისტთან და ღია ეთერში რაღაც თემებით манипуლირება. ზოგი არის მეცნიერი ადამიანი, ძალიან ბევრი მეცნიერს არ შეუძლია ტელეეთერში გამოვიდეს დებატებისათვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია საუბარი. ის არის მეცნიერი და თავისი სფეროს წარმომადგენელი. და როდესაც ჩვენ ვაპელირებთ და ვეძებთ, ხო, გამოდით, ილაპარაკეთ, ისაუბრეთ თქვენ ვერ ხვდებით საითკენ მიდის და ვისკენ მიდის ეს ყველა ხვდება მთელი საზოგადოება ხვდება იმიტომ რომ მე არ ვიცი რა ზეწოლა ხდება ხა პატრიარქზე მიდის ფაქტობრივად რომ მან უნდა გაუშვას ხო ეს პიროვნება თვითონ უნდა გადადგეს მამა მიქაელ ბოტკოვოლზე ახლა სხვადასხვა საშუალებით ხო ფაქტობრივად მოხდა ის და უერთგულესი ადამიანი რომელსაც რჩება ის პიროვნება პატრიარქისა გადადგა რა დაიღალა ამდენი რაღაცა ინტრიგებითა და ამდენი ზეწოლებით. კახელი ალალი. მიზანი არის შორენა თეთრუაშვილის მოშორება პატრიარქის უახლოესი გარემოცვიდან, თქვენ ფიქრობთ? მე კი არ ვფიქრობ ასე, ვისაც ლოგიკა აქვს, ყველა ხედავს ამას. კი არ ვფიქრობ, ყველა ამას ხედავს და ეს რას მომფიცით, რომ მართლა შეიძლება არც კი ღირდა, ხო, ამდენი აჟიოტაჟი ჩატეხო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ხო ისმის არა ეს პატრიარქს, უკვე რამდენი წელია ესმის და რა ვიცი, არ უჩდება ადამიანებს კითხვა, რომ ბოლო-ბოლო რით ვერ გაწირა, ხო, ეს შორენა არ ჩდება კითხვა. ესე იგი, რა ვიცი, რაღაცაში ჭირდება მეტი რა სამი მთავრობა გამოვიცვალეთ, არა? შევარდნაის რეჟიმი, სააკაშვილი, მეორე, მესამე და ხა ყველასთან როგორ იყო ეს შორენა ასე აწყობილი, რატო არ უჩდება კითხვა? ხომ არ არის ეს
პატრიარქის გადაწყვეტილება, დათვეს პატრიარქის გადაწყვეტილება არის ამ თემაზე ზეწოლა რაღაცა სხვა რამისკენ ხო არ გვიბიძგებს. გასაგებია. ხოდა. დიდი მადლობა. არაფერს, დიდი მადლობა გიორგი ანდრეაძე, საფატრიარქოს უნივერსიტეტის სამთო საბჭოს თავმჯდომარე, თუმცა აქვე მინდა ბატონო გიორგი მაინც ვთქვა, გამოხმაურებათ, რომ თუ კი პირდაპირ ეთერში საუბრის პრობლემაა, ვინმეს მხრიდან ჩვენ სხვა ფორმატებიც გვაქვს, შეიძლება ინტერვიუს ჩაწერა წინასწარ, მომზადება, ასე რომ ხელის შეწყობა ჩვენი მხრიდან, რომ მაქსიმალური გახსნილობა იყოს ყველას მხრიდან, ვინც კი ამ პროცესში მონაწილეობს, იმისთვის რომ კითხვები ამოიწუროს მაქსიმალურად, კი არ გამრავლდეს, ჩვენ ყოველ შემთხვევაში ეს გადაცემა არის ამისთვის ღია და მზად. მე პირადად ყოველთვის მზათა ვარ და კორექტულ ფორმატში ვიწვევ ყველა იმ ოპონენტებს, რომ ცალკაში კი არ ვითამაშოთ, ერთი იქიდან შეერთოს მეგრაკიდან დავსვდეთ და ვისაუბროთ. დოკუმენტებზე დაყრდნობით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენი გადაცემა ისე დასრულდა, რომ მატროსოვის ციხეში დეკანოზის დაკითხვა არ დასრულებულა, თუ რა შედეგი დაიდება და რის თქმას შეძლებს დაცვის მხარე ჟურნალისტებისთვის, ამას თქვენ უკვე ჩვენი საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყობთ 22 საათზე. გმადლობთ, შევხვდებით ზეგ საღამოს 7-ზე, ხვალ კი 7 საათზე გელით ინგა გრიგოლიას საავტორო პროექტი რეაქცია. ეს არის ის პროექტი, რომელიც მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იყო ეთერში სხვა არხზე, თუმცა დღეს TV პირველი, როგორც ერთ-ერთი თავისუფალი სივრცე ინგა გრიგოლიას ამ პროექტისთვის უთმობს დროს ორჯერ კვირაში, სამშაბათს და პარასკევს 7 საათზე. წარმატებებით ჩემ კოლეგა ინგა გრიგოლიას ხვალ 7-ზე დაელოდეთ მის რეაქციას. მადლობთ. საღამოს ეთერის სპონსორია Beverly Hills Formula.